დეიდა მიმართავს ფონდის კორესპონდენტს. ეს ჩემი სათამაშო მანქანაა. სწორედ ეს სიტყვები უთხრა საბრალო ბავშვმა ფონდის კორესპონდენტს. ის ფიქრობს, რომ ეს ურიკა სათამაშოა და მისი თრევით ბავშვს ხერხემალი და ზურგის ტკივა. მაგრამ რა ქნას პირველი ჯგუფის ინვალიდმა დედამ? როგორ უყიდო სათამაშოები, როცა საკვებიც კი არ აქვთ? ეს 4 წლის დუდაა. მას ზედმეტსახელად ტყის ბიჭს ეძახიან იმიტომ, რომ ბავშვი ტყეში იზრდება. არა, არ მოგეჩვენათ. ბავშვი სწორედ რომ ტყეში ცხოვრობს ფერმის ტერიტორიაზე. დღისით მას მხოლოდ წვრილფეხა ფრინველების კაკანი ესმის. ღამით კი ტურების ყმუილი არ აძინებს. ტყეში მცხოვრები 4 წლის ბიჭუნა სათამაშოებსა და გემრიელ საკვებზე ოცნებობს. ამავდროულად ბავშვს ეშინია, რომ თავად არ გახდეს საკვები მგლების და ტურების. ფერმის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვის ერთადერთი სათამაშო კინის ჟანგიანი მავთულია. ეს ხომ საშინელებაზე უარესია. აი ასე დაემშვიდობა ეს ანგელოზი ფონდის კორესპონდენტს, როცა ის ამ ტყიდან თბილისში ბრუნდებოდა. ღვთისმიერო ადამიანებო, საბრალო ბიჭუნა სიხარულს საზღვარი არ ექნება, თუ მას სათამაშოებს, გემრიელ საკვებს და თბილ სამოს მივუდანთ. არ დავინანოთ მოწყალების გაღება ტყეში მცხოვრები ყველასგან მივიწყებული ბავშვისთვის. მოდით, გავერთიანდეთ და დუდას ოცნებები რეალობად ვაქციოთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.